საბჭოთა თბილისი, ინტერნაციონალური და თბილი ქალაქი. საბჭოთა თბილისი განსაკუთრებული იყო. ქალაქი, სადაც არ ჩანდა სარეკლამო ბანერები და ფერადი ხმაური, იგი ცოცხლობდა ბუნებრივი სილამაზით. ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები, ხის აივნები, ვენახებით შემკული ეზოები, სადაც ლეღვისა და ბროწეულის ხეებში ჩაისთვის მეზობლები იკრიბებოდნენ, ყველაფერი ქმნიდა სიმყუდროვისა და სითბოს განცდას. იმდროინდელი თბილისი იყო ინტერნაციონალური. აქ ცხოვრობდნენ ქართველები, სომხები, იეზიდები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, ბერძნები, რუსები და ქურთები. ყველა ხალხი ერთობლივად ცხოვრობდა, თითქოს ძველ სახლებზე შემოხვეული ვენახის ლერწამები ყოფილიყო. ერთ ბაზარში შეიძლებოდა მოგესმინა ათეულობით აქცენტი, სომხური ლავაში, ქართული ყველი, ებრაული ნამცხრები, აზერბაიჯანული სუნელები, ყველაფერი გვერდი-გვერდი ყიდებოდა და ერთ დიდ ქალაქს ეკუთვნოდა. იეზიდების ქორწილები ზურნისა და დოლის ხმაზე ტარდებოდა და მთელ უბნებს აერთიანებდა. სომეხი ხელოსნები ამუშავებდნენ სახელოსნოებსა და საცხობებს, ქართველები სტუმრებს ღვინითა და სიმღერით ხვდებოდნენ, ებრაული ოჯახები სიბრძნითა და ვაჭრობით იყვნენ ცნობილნი. თბილისში არავინ გრძნობდა თავს უცხოდ, ყველა საკუთარ სახლში იყო. ქალაქის არქიტექტურა აერთიანებდა სიძველესა და საბჭოთა მოდერნიზმს. ძველი უბნები,ავლაბარი და სოლოლაკი ინახავდნენ ძეთ საუკუნის სულს, ხის აივნები, კიბეები, ეზოები, სადაც თოკზე გადაკიდებული სარეცხი იფრიალებდა. რუსთაველის გამზირზე აღმართულიყო მასიური შენობები სვეტებით, თეატრები, ინსტიტუტები და კინოთეატრები. მეტრო, რომელიც 1960-იან წლებში გაიხსნა, მოზაიკებითა და ეროვნული ორნამენტებით იყო მორთული. ახალ უბნებშიც კი ასე შენდებოდა სახლები, რომ თითოეულ ეზოში ბაღი, სკამები და შეხვედრის ადგილი ყოფილიყო. ქალაქი იყო თბილი და სულის შემძვრელი. ადამიანები სახელებით იცნობდნენ ერთმანეთს. საღამოს მამაკაცები სადარბაზოებთან დომინოსა და ჩაისთან იკრიბებოდნენ, ქალები ამბებს აზიარებდნენ, ბავშვები ეზოებში თამაშობდნენ. დღესასწაულებზე სხვადასხვა ეროვნების მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ, ქართული სიმღერა სომხურ ცეკვაში გადადიოდა, შემდეგ ისმოდა იეზიდის ზურნა ან რუსული გარმონი. საბჭოთა თბილისი მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ქალაქი. ეს იყო დიდი სახლი, სადაც ყველა ერთად ცხოვრობდა. რეკლამის გარეშე, ხმაურის გარეშე, მხოლოდ ადამიანები, კულტურა და სული. სწორედ ამიტომ დარჩა მეხსიერებაში, ინტერნაციონალურ, ლამაზ და მართლაც თბილ ქალაქად.